მოყვასო, ნათესავებო, მშვიდობა გქონდეთ ოჯახში, სამშობლოში, სოფელში, ქალაქში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენიერი გამრავლდეს, გაბევრდეს, ჩვენი შვილები გამრავლდნენ, ბევრი შვილები იყოლიონ და განათლდნენ. და ყველაფერი დაბრუნებადია, ყველაფერი მიღწევადია, ყველაფერი აღდგენადია და აი ამას გისურვებთ ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ჩვენი გუნდი, ჩვენი ტელევიზია, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი კათედრა მხარში იგულვეთ, ყველაფერში მხარში. ნებისმიერ სფეროში მოხარულები, ბედნიერები ვიქნებით, რომ ამოგიდგეთ. დღევანდელი გადაცემა რაღაც დონეზე გამოძახილი იქნება წინა გადაცემისა, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ძალიან დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს ამისათვის და ცალკე რაღაც ერთ-ორ დეტალს განვიხილავთ, დავამატებ და ცალკე ახალად კიდე ვისაუბრებთ ახალ აღმოჩენებზე, ახალ სფეროზე და ასე შემდეგ. პირველი, რაც მე მინდა ეხლა გითხრათ, თითოეულ თქვენთაგანს რა. აი მაგალითისათვის ჩვენს ერში, ჩვენს დიდებულ ერში არსებობენ მოქართული ადამიანები, ნაღდი ქართველები, ძირძველი ქართველები, გმირი ქართველები, სწავლული, ნაკითხი ქართველები, რომელთაც რაღაც დონეზე აი შესაბამისად ის რუკა რომელიც განახეთ, ისი არის გამჯდარი, რომ ნახევარი დასავლეთი იყო მუქი მწვანე და აღმოსავლეთი იყო ღია თაფლისფერი, ასე ვთქვათ, ყვითელი, მოყვითალო, ისია გამჯდარი, რომ აი როდესაც მე განვაცხადე შემდეგი რამე, რომ გინდა ისტორიულად, გინდა ტოპონიმურად, გინდა კულტურულად, გინდა არქეოლოგიურად და ასე შემდეგ კოლხეთი მეთქი ვრცელდება აღმოსავლეთით, ეს ეწყინა ძალიან ბევრს. წარმოგიდგენიათ, აი გაუგონარი რამეა რა, რომ მაგალითისათვის მათი ტერიტორიების ასე მაგალითისათვის იქ ერთ-ერთი ადამიანი წერდა გული ჩამწყვიტა, შეიძლება ითქვას, რომ ქართულსო და როგორ უწოდებო, კოლხურსო, ქართულსო, გამიგეთ ეს და ამის გამო მე თქვენ წამოგიღეთ ჩემი აზრით, აი ჩემი შეხედულებით, ჩემი კვლევით, ჩემი დაკვირვებით და ასე შემდეგ, აი ფორმულა წამოვიღე, რომელიც არის ჩემი აზრით აუმავალი წერტილი ქართველი ერისათვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ლოგიკურიც ასე მგონია. კარგად გამიგეთ ახლა აი ჩვენ მაგალითისათვის სიტყვაზე უნივერსიტეტის მეორე კურსის კარგმა სტუდენტმა, მათემატიკოსმა სიტყვაზე ხომ გაცილებით უკეთესად იცის მათემატიკა, ვიდრე პითაგორა მიცოდა, ხო, იმ გენიოსმა, მათემატიკის მამამ, ვიდრე ნიუტონმა იცოდა, ნიუტონის ბინობის ავტორმა. და ვიდრე ევარისტ გალუა მიცოდა, ხო, ეპოქალურმა დიდმა მათემატიკოსმა, ანგელოზმა, გონებით ახსავსი ადამიანმა. ხო, ამან გაცილებით მეტი იცის, იმიტომ რომ ახალი კვლევები, ახალი აღმოჩენები, ახალი ნაბიჯები 21 საუკუნეა წარმოგიდგენიათ. ხო, ფაქტია, რომ გაცილებით უკეთესად იცის იგივე მესამე კურსელმა ფიზიკოსმა, ვიდრე ტორიჩელიმ და ბოილმა და მარიოტმა და ნიუტონმა მათემატიკა, ფიზიკა, ვიდრე იმ ადამიანებმა. ხო, ობიექტურია, ხო? ანალოგიურად ჩვენ გვაქვს უკვე უამრავი მასალა, არქეოლოგიური მასალა გახსნილია, სრულიად გახსნილია სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების, ბიბლიოთეკები, არქივები, მუზეუმები, სხვადასხვა საშუალებები და ეს აუცილებლად უნდა შეჯერდეს, კარგად გამიგეთ და კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო იმ უდიდესი ისტორიოგრაფების წინაშე, დიდი ქართველების წინაშე, დიდი ეროვნული ადამიანების წინაშე, რომელთაც 100 წიგნი აქვს დაწერილი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, 100 წიგნი, აი მაგალითისათვის 10 ტომი, 12 ტომი და სამწუხაროდ, საუბედუროდ მაგალითისათვის ამ 100 წიგნში ერთი თავი არის შეცდომა, ორი თავი არის შეცდომა, რომელიც ან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ან მიზანმიმართულია, ან დაკვართულია, ან დაკვეთით არის, ან რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და შეცდომა იქნა დაშვებული და ეს არის გამოსასწორებელი, ზოგი ისეთი ნაღმია, რომ ღმერთმა ნუქნას აი შეიძლება აფეთქდეს და ღმერთმა ნუქნას რო აფეთქდეს რა. აი ეს უნდა მიიძინოს, უნდა აღმოიფრას, უნდა გაუნებელყოფილი იყოს რა. მე თქვენ წამოგიღეთ ფორმულა, ძალიან გთხოვთ, აი ახლა მე გამოვაჩენ ამას.
ორი რუკა წამოგიღეთ და ერთი ჩემს მიერ შედგენილი ფორმულა წამოგიღეთ ტოპონიმებისა, ეთნონიმებისა, ეტიმოლოგიებისა შეიძლება ითქვას ერთმანეთთან დამაკავშირებელი. ყურადღებით შეხედეთ, ძალიან გთხოვთ, იმსჯელეთ, აი ერთად ვიმსჯელოთ, შევიკრიბოთ და გამოვიტანოთ აზრები და ან კატეგორიულად უარყავით მაგალითისათვის თუ აღმოაჩენთ რაღაც უზუსტობას, მამხილეთ, ეგრევე მამხილეთ, როგორც ობიექტურად და აკადემიურად რა. რასაც მეცნიერება მოითხოვს ისე რა. ეს არის ჩემს მიერ წარმოდგენილი ფორმულა. მოხდებით ახლა რასაც ეხება ესა. ქარ უდრის კოლ და უდრის გრ. ეს არის ფუძე სიტყვისა, ეთნონიმისა, ტოპონიმისა, ეტიმოლოგიისა, ქარ, ქართველი, ქართლი და ასე შემდეგ. ხვდებით რასაც ვამბობ. კოლ არის ფუძე კოლხებისა, კოლხიდისა, კოლჩის და ასე შემდეგ. ეთნონიმი, ტოპონიმი, ხო და გრ. ესეც ანალოგიურად ეს იქნება ეგრისი, სამეგრელო, მეგრელი და ასე შემდეგ. ნუ თუ ეს ძალიან ძნელი დასანახია ვინმესთვის, რომ აი მაგალითისათვის ქ უდრის კს და უდრის გს ძალიან ხშირად, ხო, უხშირესად აი სემანტიკისა და ლინგვისტიკის ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს ძალიან ხშირად ცვალებადია, ხო? მეტუმეტეს საქართველოში, ჩვენში, ხო? ხო, ო არის ძალიან ხშირად ხალხო, აი მაგალითისათვის კაცი და კოჩი, ხო? ართი და ერთი, ხო? აი უამრავი ესე მაგალითისათვის ქობალი და ხორბალი, ხო? აი ხო ხდება ძალიან ხშირად 100-ოდ გადაკეთება და 100-ად გადმოკეთება, ასე შემდეგ, აი ქართლში რო არ არის, ხშირად ეგრისში არის ო, ხო? და მაგალითისათვის იგივე ქრ არ არის იგივე გრ. ეს არ არის სინონიმები. იგივე ლ და რ, მე ახლა მეგობარი მყავს, აი აქედან მივესალმები, რამაზი ქვია სახელად და გვარიც რ-ზე იწყება. წარმოგიდგენთ, რ-ს ვერ ამბობს, კარგად გამიგეთ. და ვინმე რომ მოусმინოს ადამიანმა, რომ მოусმინოს სიტყვის, რომ ამ ადამიანს ქვია ლამაზი და გვარიც ლ-ზე იწყება. გამიგეთ როგორი მომენტია და ის ასე ჩაწერს. უამრავი ასე მაგალითისათვის ენები არსებობს, სადაც ა და ე ერთი გრაფემაა, ხო მოგეხსენება. იგივე ესეთი სხვა, ანუ შესაბამისად აი აქ მაგალითისათვის იგივე არის, აი ეს გამოჩნდება თქვენ ეკრანზეც რა. ქ იგივე კ და იგივე გ არის. თ დ ქართლი და კოლხეთი. ეს არის სინონიმები, აუცილებლად სინონიმები, ეს არ არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიტყვა. ხალხო არ არის ეს იქ გაჩენილი და ეს აქ გაჩენილი. გამორიცხული ეს ხო არ არის მაგალითისათვის ავსტრალია და აფრიკა, კარგად გამიგეთ, ან ევროპა და ამერიკა. ხო ერთად არის გაჩენილი, ხალხო არასოდეს მეტადრე 40 საუკუნის წინ, როცა ეს სიტყვები ჩნდებიან. დიახ, 40 საუკუნის წინ, 35 საუკუნის წინ, როცა 33 საუკუნის წინ აიეტის ეპოქაა, როცა ეს სიტყვები რჩებიან, ეს პრაქტიკულად ერთმანეთში ძალიან დაახლოებული ხალხებია რა. 21 საუკუნის წინ, 30 საუკუნის წინ აი ასურული თავდასხმები რო წამოვიდა. ასე მაგალითისათვის ახლა ძალიან მოკლედ ვიტყვი რა, რო წამოვიდა აი ტიგლათ-ფილასერი პირველი აღწერს ესეთი 26 მეფე იყო, ერთ-ერთი სიენი იყო, რომელიც დაატყვევა და ეს 26 მეფე რო იყო აი ამ რეგიონში რო წამოვიდა დაიენში საომრად, ვთქვათ მაგალითად, სადაც ართვინია, ხო? აი წამოვიდა აი ამ რეგიონში, ჭოროხის ხეობაში, ჭოროხის აუზში, 26 მეფე რო გამოვიდა. მათ რამე პოლიტიკური ხელშეკრულება ჰქონდათ ერთმანეთში დადებული, თუ რატო გაერთიანდნენ? იმიტომ გაერთიანდნენ, რომ ერთი კულტურა იყო, ერთი ხალხი იყო, ერთი ენა იყო, ერთი კულტი იყო, ერთი სარწმუნოება იყო, ერთი სახე იყო, ერთი პაპა, მამა პაპა ერთი და იგივე იყო და ესენი გაერთიანდნენ და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სიენის გარშემო და აი ამ დაიენის გარშემო დადგნენ აი დღევანდელად, ეხლა დღევანდელ ტერიტორიებს გეტყვით ახალციხელები, მაგალითად გორელები, წალკელები, საჩხერლები, ხო ხდებით რის თქმა მინდა, ძალიან მარტივად ვამბობ ჩემი აზრით და ეს იყო ერთი ერი, ერთი კულტურა და ასე შემდეგ და აი აქ ეხლა დავამთავრებ ამას რა. არის ასეთი სიტყვები შესაბამისად, ნახეთ იმ რუკაზე. ქალდია, კარდუ, გორდი, გორდუენი, ქარდუქი,
კარდუელ, ეს არის შესაბამისად სხვადასხვა დიდი ავტორების მიერ მოხსენიებული ერთი და იგივე ტერიტორია, ერთი და იგივე ქვეყანა. ხო გამიგეთ, რის თქმა მინდა და 21-ამდე და 20-მდე არა, მე-19 საუკუნემდე კაც არ უთქვამს თავის თავზე არც მეგრელს, არც ჭანს, არც ლას, არც აჭარელს, არც გურულს, არც იმერელს, რომ მეო კოლხი ვარო კაც. ეს აიხლა არის გაჩა, ისინი გვეძახოდნენ ამას, ეს მათი დარქმეული სახელია, ხო გამიგეთ რის თქმა მინდა. ეს ადამიანები იგივე მაგალითისათვის მე-17, მე-15, მე-13, მე-12, მე-10 საუკუნეში რომელ ქართველ მწერალს, ან ავტორს, ან ჰაგიოგრაფს, ან ისტორიკოს, ან მეფეს უთქვას, რომ მე იბერიელი ვარო და ქართულად ეს თქვა. ისინი გვეძახოდნენ ამათ, იმათი დარქმეული სახელია, ხო ხდებით რის თქმა მინდა. ამასაც შევეხებით რა რას ნიშნავს და ასე შემდეგ. და აი მაგალითისათვის ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ რა რომ ჰეროდოტე ამბობს ჯერ კიდე რომ აი მთელი ის მისგან აღმოსავლეთისკენ ასე ვთქვა დაწყებული სადაც არის სამსუნი, სადაც არის კერასუნთა, ტრაპიზუნთა, იქიდან წამოსული რაც იციან რა პრაქტიკულად საიდანაც კოლხეთი იწყება, კოლხეთი ვრცელდებაო მიდიამდეო. მიდია არის სადაც დღევანდელი თებრიზია, სადაც დღევანდელი ურმია, სადაც დღევანდელი ჩრდილო დასავლეთ ირანია. ხო გამიგეთ რის თქმა მინდა, იქ ხო ქართლიც იყო. არ იყო ქართლი, ეხლა გულზე ხელი დაიდოს ვიღაცამ, ვინც ობიექტური ადამიანია, რომ კოლხეთი იყო და ქართლი არ იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორე, ეს სინონიმებია სხვადასხვა ადამიანის მიერ დარქმეული, სხვადასხვა ხალხი სხვადასხვანაირად რო ეძახის. დღეს რომ მაგალითისათვის ერთიერი ხეორხიას გვეძახის და მეორე მაგალითისათვის ჯორჯიას გვეძახის, ხო? სინამდვილეში თუ ჩახვალ და სემანტიკურად იპოვი ამ ფუძეებს, ერთი და იგივეა ფუძე, აზრი და ასე შემდეგ ცვალებადობაა ჩვეულებრივად. ამასაც დაუბრუნდეთ შესაბამისად. მოდით ეხლავე ვთქვათ, რატო დაუბრუნდეთ? აი მაგალითისათვის იგივე აი მოდით ეხლა იბერიაზე ვთქვათ, რა სიტყვაზე იბერიაზე, რომ ეძებენ ეხლა მეცნიერები საიდან გაჩნდა ეს სიტყვა, საიდან გაჩნდა მერე შესაბამისად აი კუნძული ირლანდიაც იბერიაა, გამიგეთ, ჰიბერნიან ქვია, მერე კუნძულ დასავლეთ ევროპის უამრავი ქვეყანა, არა მარტო ესპანეთია, იბერე, კელტიბერები არიან ისინი, მაგალითისათვის ინგლისსა და ირლანდიას შორის კუნძული არის მენ, ესე ქვია, ჩრდილოეთ ბრიტანეთი, იბერია, იგივე კელტიბერები არიან, გუნდები ყავთ სპორტული, კულტურული და ასე შემდეგ ამ ქვეყანას. იგივე მაგალითად საფრანგეთის დასავლეთში, სადაც არის ბრეტანი, სადაც არის ბრესტი, ეგეც იბერიაა და ეგეც კელტების ქვეყანაა და აქედან უეჭველი აქედან არის წაღებული, შესაბამისად აი სიტყვა და ეს ერთი ვარიანტი, აი კელტები რო წავიდნენ მაშინდელი რა, კელტები რო წავიდნენ მაშინდელი და რაც შეეხება აქ ეძებენ კარგად გამიგეთ რომ იპოვნონ რაღაცა და იცით რა იპოვეს? სპარსულ წყაროებში არის, სპარსულ წყაროებში წერია შემდეგი რამე რომ ვარუჯან წერია, გამიგეთ და სომხურად კიდე აი სპარსეთისა, კასპიის ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთით ვრკ სომხურად არის მოხსენიებული, ვრკ წერია, გამიგეთ და ეს არამეული გავლენაა, მაინც მე ესე ვფიქრობ, რომ ვრკ წერია სადღაც და ვირკ არისო ეგო და ვირკ არისო იბერიაო და ამ დროს არაო ფუძეში ჩადიან ფუძეში და მგელიაო და ესე იგი იბერები ჩვენ მგლები ვართ თვითონ არიან მგლები და ასე შემდეგ როგორ ვარ ჩვენ მგლები დასაბამისეული ადგილობრივი ხალხი ვართ ახლა და მე ვამბობ რომ აი სწორედ მე რას ვამბობ იცით ეგვიპტურ მითოლოგიაში არის ქორუსი და ზოგან ქორის სახით გამოიხატება, ზოგან ადამიანის სახით გამოიხატება და ზოგან კაცის სახით გამოიხატება, ისა გარეგნობით, რომელსაც ქორის თავი ადგავს და ქორუს ქვია, გამიგე და ქორ არის პირველი სახელი, აი იოსებ ფლავიუსი მაცხოვრის აღდგომიდან 10-12 წელშია დაბადებული ებრაელი დიდი გამოჩენილი მწერალია რა და ის ამბობს რომ ნოე რო გადმოვიდა კიდობნიდან
დასახლდა ქვეყანაში, რომელსაც ერქვა აი აქ მოხსენიებული გორდი. გორდი, ახლა გორდი რო კარდუა და გორდი რო ქალდია და გორდი რო კალდუ ქართლია და ასე შემდეგ. ამაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ მე-1000-ე, ვინც ამას ამბობს რა. გინდა ცენზით, გინდა რანგით, გინდა ხარისხით და ასე შემდეგ. ამას ამბობს კირიონ მეორე საძაგლიშვილი, რომ ქალდია, ქართლია და გორდი და კორდუენი და აი ეს ქვეყნები რო ერთმანეთის სინონიმებია. ამას ამბობს გრიგოლ რობაქიძე, ამას ამბობს ილია ჭავჭავაძე, ამას ამბობს ალექსანდრე ხახანაშვილი, ამას ამბობს ილია მეორე, ამას ამბობს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ჩვენი დროის არსენ ბერი, დიდი ისტორიკოსი და ასე შემდეგ უამრავი. კარგად გამიგეთ. და ეს პირველი ქვეყნის სახელწოდება არის შესაბამისად ესა ქარ, ქორ და პირველი ხალხის სახელწოდება არის ქარ, ქორ და კიდევ რადგან ეს ქორ იყო და ქარ იყო, ქორ ძალიან მარტივად იგი გადაიქცა კოლად. ვიღაცამ ქორ გაიგონა და კოლ დაარქვა. ხო გამი ძალიან მარტივი არის. ეს თან ეს ხდება როდის იცით? ეს ხდება 45 საუკუნის წინ. 45 საუკუნის წინ როცა დაეცა ბაბილონი და ხალხი გაიფანტა და სხვადასხვა ერები და სხვადასხვა ენები შეიქმნენ, აი მაშინ შესაბამისად ეს ჩდება რომ ზოგმა რა დაუძახა ამ ქვეყანას, ზოგმა რა დაუძახა ამ ხალხს და ასე შემდეგ. აი ეს არის გაჩენილი და ქრ რო იგივე გრ არის. არ ვიცი, იგივე ეხლა მაგალითისათვის მთელი მსოფლიო რასაც გვეძახის რა. მე წარმოშობით ვარ ქართლიდან, ქართლის გურიდან, მაგრამ არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმაზე, რომ ქართლელი ვარ თუ, მეგრელი ვარ თუ, სვანი ვარ თუ, იმერელი და გურული ვარ. კარგად გამიგეთ, იცით საიდან გამომდინარე? იცით საიდან გამომდინარე, რომ ხვდები რომ აი ჩვენ ყველას ერთი და იგივე სახელი გვქვია. ხვდები რომ ყველა ერთი და იგივე ენაზე ვსაუბრობთ, ერთი და იმავე ენაზე ვსაუბრობთ, ამდენი ხანია. უბრალოდ ეს სხვა ქვეყნებს რო რაღაცა მეთოდოლოგიები აქვთ, აი მაგალითისათვის რო არსებობს ევროპული ენები და 15 საუკუნის წინ რო დაიწყო დაყოფა ერთმა ენამ მაგალითისათვის და დღეს რო ესე გვანანო გერმანული, ჰოლანდიური და ინგლისური და ასე შემდეგ, იმათ სხვა მეთოდოლოგიები უნდათ, სხვა მეთოდოლოგიებით უნდა ჩაუკვირდე იმათ ენას და ლინგვისტიკას და ჩვენ სხვა მეთოდოლოგია გვინდა 45 საუკუნის ერი ვართ, კაცო. 45 საუკუნის წინ სადაც ცხოვრობდით, რა ენაზე საუბრობდით და სადაც რა კულტურაც გქონდათ, იგივე კულტურა გვაქვს, იგივე ენა გვაქვს, ბოროტი ენები, შემცდარი ენები ამბობენ, რომ საიდანღაცა ხართო, ინტეგრირებულებიო. ეხლა ეს ამაზეც ვისაუბრებ ეხლა, აი ძალიან ცოტას და ისევ იმავე თემაზე გადავალ რა. მართლაც არსებობს, ხალხო, ორი აზრი არ არსებობს, ერთი დინი, რო დაიცალა შესაბამისად, რო დაიშალა ბაბილონის გოდოლი, ხო წავით წამოვიდა ხალხი რა და დღესაც კი ადამიანს მაგალითისათვის აქვს სურვილი, თუ წესიერი ადამიანია და თუ წარსული იცის, რომ თავის მამაპაპეულში დაბრუნდეს, ისე მაინც ჩავიდეს, დახედოს მაინც და ღმერთმა უკნას თუ გასაქცევი აქვს, იქ გაიქცევა, ხო? იქ გაიქცევა, პირველ რიგში იქ გაიქცევა. მართლაც იყო რაღაცა დინება, რომ ჩვენ რო აქ ცხოვრობდით მაგალითისათვის, აი ორ ზღვას შუა და ორ მთას შუა რო ცხოვრობდით, მართლაც გაუჭირდათ მაგალითისათვის მესხებს, კაბადოკიელებს, წმინდა გიორგიზე ამბობს კირიონ მეორე უწმინდესი პატრიარქი, გენიოსი ადამიანი, უდიდესი მეცნიერი, რომ იგი მესხი არისო. ხო და აი 27 საუკუნის წინ, 26 საუკუნის წინ რო გაუჭირდა და დამცრობა რო დაიწყო, ცხადია წამოვიდა ერთი დიდი ტალღა და ჩამოვიდა აქა მესხებისა, კაცო. ეს მაგრამ აქ დახვდა ძალიან დიდი ნაწილი ხალხისა. ეს არის რა თქმა უნდა ერთი. მეორე აი პერინეიდან არისო წამოსული, ეჭვი არ მეპარება რომ სიტყვაზე წამოვიდა იქიდან 200 ოჯახი, 100 ოჯახი, რო აი ჩვენი ის აი რაღაცა ან შეზღუდვა იყო, ან კლიმატური, ან სამხედრო, ან სხვადასხვა, ასე შემდეგ და დაიწყო უკან დაბრუნება ხალხმა. შეიძლება 200 ოჯახი წამოვიდა, მაგრამ აქ ყოველთვის ხდებოდა დრიტა, დედული, მამული, მონათესავე და ასე შემდეგ. ამას უკვე ლაპარაკობს
არქეოლოგია, ამას უკვე ლაპარაკობენ ჰაპლოჯგუფები, ამას უკვე ლაპარაკობენ ძეგლები და ასე შემდეგ, გაოგნებულები არიან ადამიანები, წარმოიდგინეთ, რომ ეხლა აი თბილისში წარმოიდგინეთ ადამიანებს ხვდები და ვეუბნები, რომ იცით რომ თბილისში 45 საუკუნის ქალაქი არსებობდა, აი სადაც თრელიგორა არის მაგალითისათვის სოფელ დიღმის შესახვევი როა, იქ 45 დიდუბის ნაქალაქ არის, დელისის ნაქალაქ არის, სადაც შესაბამისად დიდი დიღომია, ნაქალაქ არის, საოცარი 35 კი არა, 45, 50, 50 საუკუნოვანი დიდი დასახლებებია აქ, საიდანაც არავინ არ წასულა, იქავ ცხოვრობთ, ისევ იქავ ცხოვრობთ. მართალია მოდიოდნენ ისინი და ვიღაცამ რომელიღაცა ერთი მწერლის სიტყვაზე 21, 20, 17 საუკუნის რომელიღაცა ერთი მწერლის ცნობა წაიკითხა, რომ აქ რაღაცა ნაწილი და თუნდაც ერის მეათედი, თუნდაც ერის მესამედი, რა მნიშვნელობა აქ არის ჩამოსული და ვიღაცას ენა უბრუნდება და ჩვენ ქართველებს გვეუბნება, რომ თქვენ ვაკავ ჩამოსულები ხართ. წარმოგიდგენიათ ვიღაცას მართლა რა. სად არის სამართალი, მაგრამ იქნება სამართალი, აუცილებლად იქნება სამართალი. ესეთი წინასწარმეტყველება არსებობს, რომ დედამიწა საბანს გადაიხდის და უამრავი ცნობა ამოვა, უამრავი და მართლა თქვები დაიწყებენ ღაღაც, თქვები დაიწყებენ ამოვა უამრავი ცნობა მასალა და აი ჩემი ოცნებაა, რომ აი ძლიერი ამა ქვეყნისანი ხო არიან და დიდი ფული აქვთ და არიციან რაში ჩადონ. ვერ ხვდებიან რაში ჩადონ, გამიგეთ? იქნება ეს არქეოლოგია აღორძინდეს რა, რომ მასივე ახლა მაგალითისათვის აი შეიძლება ვწდები, მაგრამ კარგად გამიგეთ, აი სულ ველოდები, რომ რაღაცა უნდა გამოჩნდეს ბოლო 7-8 წელიწადია გაყინულია ცელოფან და ქვიშა გადაფარებულია დიდნაური, ხო? ეს რო გაიხსნება, აი მაშინ ნახავს უამრავი ადამიანი, რომ კოლხეთი ამოვა აქა. უამრავი კოლხური კულტურა რო ამოვა აი აქა, სადაც იცით? ქიზიყის აღმოსავლეთში რა. დედოფლის წყაროს კიდე ზემით და კიდე აღმოსავლეთით წარმოიდგინეთ, იქ ამოვა და უკვე ამოვიდა ხალხო, უამრავი კოლხური კულტურა ამოვიდა კასპში, ცულები, რენეში, რენი არის იქვე, სადაც გრაკალიანია. იქ ამოვიდა კოლხური ცულები, ცხინვალში, ხაშურში, პირიქითა კავკასიაში, დვალეთში, ერზრუმში, ბასიანში. ხვდებით ხორისმა მინდო და არა, ესე იგი თუ ენა ერთი და იგივე იყო და ამ დონეზე მსგავსი იყო და ერთნაირი იარაღი ამოდიოდა და ერთნაირი დაკრძალვის წესებია და ასე შემდეგ, ესე იგი ერთი ხალხი ცხოვრობდა, არა, ნუ თუ ეს მიუღებელია ხალხო, იმას თუ არ გეუბნებით, რომ კამპუჩიაში ცხოვრობდით მეთქი ან ინდონეზიაში ან მადაგასკარზე რა, ნუ თუ ეს არ არის სასიხარულო, რომ ერთი გრანდიოზული ერი ვართ, კულტურა ვართ, ერთი ტრადიციული აქ მაცხოვრებელი და ასე შემდეგ. მე ახლა სტრაბონზე მინდა გელაპარაკოთ რა, როგორ ახასიათებს სტრაბონი, აი თავიდან რომ განვიხილოთ და იქამდე ეს რომ მოვხაზოთ, კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი ფორმულა, რომ როდესაც შესაბამისად მოხდა წარღვნა, ჩნდება ოჯახი. გადარჩა ოჯახი, ჩნდება კი არა, გადარჩა ოჯახი, ყველამ ვიცით ესა, ბიბლიურად, რომ 8 სულიანი ოჯახი გადარჩა. მათ ყავთ ბიბლიურად. ბიბლიაში არის მოხსენიებული მარტო მთავარი ადამიანები, მხოლოდ და მხოლოდ მამამთავრები და ასე შემდეგ, ხო ხდებით რის თქმა მინდა და ასე შემდეგ და ასე მაგალითისათვის რო არის იქ მოხსენიებული 5 შვილი, 6 შვილი, 10 შვილი და ასე შემდეგ, რო ყავდათ მაგალითისათვის სემის შვილები, არფაქსადის შვილები და ასე შემდეგ, ხო არის მოხსენიებული იქ ბევრი შვილები და იგივე თარგამოსი ვთქვათ. აი თარგამო თორღამე ვთქვათ. მას ხო ყავს 8 ვაჟკაცი, ხო? კიდე 8 ქალი ყავს იმას. 16 შვილი, მე იმას 16 შვილი და უკვე წარმოიდგინეთ როგორი გეომეტრიული პროგრესიაა. წარმოიდგინეთ, ვრცელდება ეს გრანდიოზული რაოდენობაა და მაშინდელი ეპოქა განსხვავებულია, წარღვნა მოხდა, წარმოიდგინეთ, შიშველი ხელებით არიან, შიშველი ხელებით, შეიძლება ითქვას ინსტრუმენტები არა აქვთ. აი მათი ინსტრუმენტი არის ჯოხი პირველ ეტაპზე და
ოფსიდიანები რა, ოფსიდიანი არის დანა, ოფსიდიანი არის ტექნოლოგია წარმოიდგინე და აი ჯოხი და ოფსიდიანი იყო მათი ერთადერთი საშუალება რა და ამათ აუცილებლად ჭირდებათ რომ ახალი გრანდიოზული მიწები და 20-სულიანი ოჯახი როა გამოეყოფა 30 კილომეტრით, 50 კილომეტრით იქით მიდის, 100 კილომეტრით იქით მიდის, რომ დიდი ტერიტორიები აიღო და ესე განივცო საზოგადოება. ხო ხდებით რის თქმა უნდა და მერე შესაბამისად აი ეს ყველგან შენარჩუ, მერე იქაც იმათაც იგივე სახელი ქვია, ამათაც იგივე სახელი. ენა ცხადია რაღაც დონეზე განსხვავებული იყო, ორი აზრი არ არსებობს, განსხვავებული იყო, მაგრამ ნებისმიერ ეპოქაში არ არსებობდა ისეთი ეპოქა, კარგად გამიგეთ, ხალხო, მე დარწმუნებული ვარ, ეხლა ვკითხოთ სხვადასხვა გაცილებით უფრო დიდ ლინგვისტებს რა, ვიდრე მე საერთოდ არა ვარ ლინგვისტი, მაგრამ მათგან ვიცი ესეთი რამე, რომ არ არსებობდა ისეთი ეპოქა, რომ ერთმანეთის არ ესმოდათ ნომინალურად ზუგდიდში მცხოვრებ ადამიანს და თბილისში მცხეთაში მცხოვრებ ადამიანს. ეგეთი ეპოქა არ არსებობდა და გამორიცხულია. ერთი სიტყვით კიდე ერთხელ მინდა ეს გითხრათ, რომ უეჭველი, ჩემი ღრმა რწმენით, ქარ, კოლ და გრ არის სინონიმები ერთი და იგივე ხალხისა, ერთი და იგივე კულტურისა და ასე შემდეგ და იგივე აი ხო ვართ ეხლა ყველანი ქართველები რა და მსოფლიო კიდე ეძებენ იცით რას? ეძებენ გამწარებულები, ეძებენ საიდან გაჩნდა ეს მაგალითად გრ რატო გვეძახის რუსი გრუზინს, ის გურზანს, ის გურჯის, ის ჯორჯიანს, რაც ასევე გრ არის, ასე შემდეგ და პირდაპირ ჩვენ ხო გვქვია კაცო გრ გვქვია, ეგრისი გვქვია, მეგრელები გვქვია, ხო? გრ ხალხი ვართ, კარგად გამიგეთ. სადაც ნახავთ ფუძეს გრ და რგ აუცილებლად დაუწყეთ იმას ზებნა რომ ეს ქართული წარმოშობის სიტყვა. მათ ეს არ მოუფიქრებიათ, მათ გაიგონეს რომ ჩვენ თავს დავუძახეთ ქრ დავუძახეთ ჩვენ თავს. გრ ვიღაცა რომ მოვიდა და ვინ ახარ, ჩვენ უთხარით გრ. ჩვენ უთხარით ქრ, ჩვენ უთხარით ქარ, ქორ. აი ამ გრს შუაში აუცილებლად იქნებოდა რომელიმე ხმოვანი, ანუ ეხლა რო არის ადამიანი აი ეგრისი რო ქვია მაგალითისათვის რა, დიდი შანსია რომ ეგარისი იყო ეგ, ან ეგორისი, ან ეგურისი და ასე შემდეგ და ეს მე ამოვარდა ეს ძალიან ჩვეულებრივი რამეა. თქვენ შემოგელოთ ჩემი თავი. ეს არის ერთი რაზედაც მე მინდოდა საუბარი ჩვენს ეთნონიმზე. ასევე მე ვიტყვი რომ მე მაქვს ჩემი ვერსია მაქვს ეხლა 2-3 ადამიანთან კონსულტაციას გავივლი კიდე ერთხელ რომ რას ნიშნავს იბერი რა. იბერიც კიდე ერთხელ ვიმეორებ იმათი დარქმეული სახელია კაც. იმათი დარქმეული სახელია ჩვენ ცხადია ვართ იბერები და მარტო ჩვენ აქვია იბერები. წინა გადაცემაშიც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ რომ იმდენგან აი ამ მცირე აზიაში და ახლო აღმოსავლეთში და გრანდიოზულ ტერიტორიაზე დიდი კავკასიონის დაბლა და ორეთის ზღვის მაღლა და ჯუდის მთის მაღლა იმდენი აი ამ სადაც იყო ხეთების უკიდურესი დასავლეთი დღევანდელი ანკირა, სადაც არის ანკარა, იმის აღმოსავლეთითა და ელამიტების ქვეყნისა და ირანის დასავლეთით, ასე ვთქვა და ირანის რაღაცნა იმდენი ამოვიდა სიტყვა იბერი და ასე შემდეგ, რომ უამრავი მეზობელი ერი, არაერთი ერი, არამედ რამდენიმე ერი, ამბობს, რომ ჩვენც ვიყავითო იბერებიო. ჩვენც ვიყავითო მარტო თქვენ კი არა ხართო ივირი, მარტო თქვენ კი არა ხართო იბერიო. არამედ ჩვენც ავართო, კაც. და რას იზავ ეხლა უნდათ რა, უნდათ, ვის აღარ უნდა, კარგად გამიგეთ, ვის აღარ უნდა რა. და გინდა პიროვნულ დონეზე და გინდა ორგანიზაციულ დონეზე, ვის აღარ უნდათ. იგივე ეხლა ჩვენი ძმები არიან ქურთები, ჩვენ ხო ვიცით ეს არის ქურდისტანი არის დღევანდელი იცით ეს ხარები, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებული ფუძე მაგათი არის ვანის ტბის ჩრდილოეთით და ერევნის სამხრეთით, მოდით ესე ვთქვათ რა. აი ეს გრანდიოზული ტერიტორიაა და ეგენი აქ ჩვენი ძმები, ჩვენი ახლობლები, ჩვენი ერთგული მეგობრები, დიდი სამეგობრო მყავს, მე 3-4 ადამიანთან ბავშვობიდან მეგობრობ. დიდებული ადამიანები არიან, წესიერები, მშრობლები, ტრადიციონალისტები. შესაბამისად და ისინიც აქ მოვიდნენ და აქ იყო კარდუ.
კარდუ და მე კურდუ დაირქვეს, ქურდისტანი და ნახეთ როგორი მსგავსებაა, რომ კარდუს ადგილას დასახლდნენ და ქურდი ერთი ბგერა არის გადაკეთებული, შეცვლილი და ასე დაერქვა მათ ქვეყანას, მათ ერთს ეთნონიმი, ტოპონიმი და ღმერთმა გაამრავლოთ, ღმერთმა გაახაროთ, მე მიხარია მათთან მეგობრობა. ეს რაც ამ თემას შეეხებოდა რა. ეხლა კიდე ერთი თემა, უმნიშვნელოვანესი ჩემი აზრით რა. მე წინა გადაცემაზე ვსაუბრობდი, აი ეს არის შესაბამისად სამად გაყოფილი მესხეთი. სამად გაყოფილი მესხეთი და სტრაბონი საუბრობს, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 170 წლით ადრე, 170 წლით ადრე არმენებმა მიიტაცეს იბერიისაგან, მიიტაცეს პარიადრეს კალთები, ხორძენე და გოგარენა. და მე თქვენ განახეთ, რომ ისეთ რუკებს ხატავენ, რომ აი აქამდე არის ხოლმე შემოჭრილი არმენია. კარგად გამიგეთ, აი ეს არის შემოჭრილი არმენია და სადაც გორია, მანგლისია, ახალციხეა, ბორჯომია და ასე შემდეგ. ყველა ნებისმიერ ადამიანს ვიწევთ, რომ დავუსაბუთოთ ეს, რომ აი ეს სადაც არის აქ აი მოწითალო ფერი, აქ იყო აი ეს ნაწილი ქონდა დაპყრობილი არმენიას, სამ ნაწილად გაყოფილი მესხეთი ქვია ამას, სადაც არის აი ეს მომწვანო ნაწილი, ეს იყო კოლხეთისა, ანუ მესხეთი სამად გაიყო და აი ეს ნაწილი, სადაც მოყვითალო ფერია, იყო იბერიისა. და აი ამ მხოლოდ აქამდე აი ეს არის სპერის ანუ სპერი მაგალითად წარმოვიდგინეთ, რომ სომხებს ჰქონდათ მიტაცებული, თორე არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდათ მიტაცებული, სადაც არის არტანუჯი, სადაც არის იშხანი, სადაც არის ართვინი და ასე შემდეგ, ზედანაწილი, აი სადაც არის ტაო, სადაც არის, ხვდებით ხო რა ტერიტორიაზეა საუბარი და კიდევ ერთხელ გეუბნებით ნასას შეშლება, ნასას და თვით ჩელენჯერი ჩამოუვარდათ 1985 წელს 7 ასტრონავტი მოუკვდათ, წარმოგიდგენიათ და ასე შემდეგ და მეცნიერს რო შეეშალოს ამაში არაფერი არ არის, არც უცხო და არც წარმოუდგენელი რა. კარგად გამიგეთ, დიდი ადამიანი, ძალიან დიდი ადამიანია კორნელი კეკელიძე, ძალიან დიდი მეცნიერია. თქვენ ხო იცით, რომ ეშლება მას ის მომენტი, რომ ასურელი მამები არიან მონოფიზიტები. იგი წერს ამას. თქვენ ხო იცით, რომ ეშლება მას ის მომენტი, რომ ვახტანგ გორგასალი არის მონოფიზიტი. კორნელი კეკელიძე წერს ამას. მოდი თქვათ რა ეშლება და აი დანარჩენი 97% რო თქვა, ძალიან მაგარი აქვს დაწერილი, დიდებული აქვს დაწერილი. ღმერთმა აცხონოს ეს უდიდესი ადამიანი. იცით ყველამ რომ იგი იყო დეკანოზი, ამბობენ ბერობასაც აპირებდაო და მე რა მოხდა ეს უკვე თქვენ თვითონ გაიკითხეთ, გაიხადა, წვერი გაიპარსა, ჩაიცვა პიჯაკი, გაიკეთა ხალხი და გახდა ისტორიკოსი და ესეთი მოვლენები მოხდა. კარგად გამიგეთ, თქვენ იცით ეს რა პერიოდი იყო. გალაქტიონი წერს, რომ მზეოთიბათვისაა გადასაკითხი რა, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ. ეხლა რა მინდა გითხრათ, აი ისევ სტრაბონს რო დაუბრუნდეთ, სტრაბონი კოლხეთის შესახებ, აი ესეთი წიგნი არსებობს. თუ ეხლა მექნება მე დრო და შევეცდები რომ პუნქტობრივად გავიაროთ ესა, აი ამ წიგნში მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე არის ავტორი, ჩვენ ეს წიგნი ვთარგმნეთ რუსულად, ინგლისურად, დაგვეხმარეთ რომ გავავრცელოთ. ეხლა გვექნება ამისი პრეზენტაცია, ვისაც გნებავთ, სადაც ჩავატარებთ ამ პრეზენტაციას ერთგან არა, ორგან, სამგან. დაწერეთ რომ აი მინდა რომ გესტუმროთ და გვეახელით, მობრძანდით ამ წიგნსაც მოგცემთ ან ქართულს, ან რუსულს, ან ინგლისურს. ავტორს შეგახვედრებთ, ვიმსჯელოთ რომელიმე დეტალზე, მანამდე შემიძლია ელექტრონული ვერსია გადმოგიგზავნოთ, რომ მომზადებული მოხვიდეთ, რომ აი ამაში გეშლება, უთხრათ ავტორს, აი ამაში გამარკვიეთ და ასე შემდეგ და მე აი ეს წიგნი, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ადამიანის თხოვნას რა, ისეთ იმას ხო არ გთხოვთ, რომ რაღაც წარმოუდგენელს და აუტანელს და მიუღებელს და ასე შემდეგ. თავიდან განვიხილოთ ძველი წყარო, სტრაბონი, პროკოფი კესარიელი, ამიანე, არიანეც, პლინიუსი, თავიდან განვიხილოთ რა, რომ აბა მოდით თქვათ, რომ
დავსვდეთ და განვიხილოთ რა, რომ ხო ისინი წერენ. რაღაცა შეცდომებია გრანდიოზული დასმული. აი, კარგად გამახსენდა ეხლა ერთი ადამიანი იქ წერდა, რომ განა ეხლა ესო პრიორიტეტულიაო, განა ესო მნიშვნელოვანიაო, განა ესო აქტუალურიაო, რომ ეხლა ამ თემაზე ვიბრძოლოთო, ვიმუშაოთო, დრო დავკარგოთო, გადავერთოთო და ასე შემდეგ. კარგად გამიგეთ. ეხლა პირდაპირ გეტყვით რა, რა ხდება, ძალიან მარტივადაც გეტყვით და მე კულუარებშიც გეტყვით რაღაცეებს რა. მაგალითისათვის პირდაპირ გეტყვით, რომ ყველგან აბსოლუტურად მათ შორის საქართველოს ისტორიის წიგნში წერია, რომ მე-7 საუკუნემდე იყო ალბანეთი აღმოსავლეთ კახეთში. და წესია ესეთი რა, ვინც თავიდან დააფუძნა კათედრა, ეკლესია, სამრევლო, იმისია ის მუდამ ეს წერია სადიცით, სადმე ფარატინა ქაღალდზე კი არ წერია მეორე მსოფლიო ოკრების დადგენილება მერვე მუხლის. მესამე მსოფლიო ოკრების დადგენილება, წარმოგიდგენიათ, საეკლესიო ოკრებამ დაადგინა. კიდევ ერთხელ გიხსნით, თუ რომელიმე ეკლესიამ ადგილობრივმა, მაგალითისათვის კონსტანტინოპოლმა, მაგალითისათვის ალბანეთმა, მაგალითისათვის ანტიოქიამ, მაგალითისათვის მცხეთამ, სადმე დააფუძნა პირველ 1000 წლეულში კათედრა, ეკლესია, სამრევლო და იქ მაცხოვრებელი ადამიანები, მისი სამრევლოა იყო, შესაბამისად, მისი აშენებულია ის ტაძარი, თუნდაც საძირკველი, სამართლიანობის ეპოქაში, მას უნდა გადაეცეს. ხდებით ხორის თქმა მინდა. თუ ეს ცუდი ძნელი გასაგებია და თან ტყუილია, თან არასაჩვენო ტყუილია. იქ წერია, რომ ბოდბე ალბანეთი იყო მე-7 საუკუნემდე, გადავხაზოთ ხალხო. კიდე წერია, რომ ბაღდადში და ფერსათში და ვარციხეში და პატრიკეთში ბერძნული წირვალოცვა იყო მე-10 საუკუნემდე. თან ტყუილია, თან არასაჩვენოა, წამიყვანოს ერთმა ადამიანმა, წამიყვანოს და მაჩვენოს, რომ აი ვარციხეში, აი აქ იდგა ბიზანტიური კათედრა როდოპოლისი. აი და მაჩვენოს საძირკვლის დაბლა ფენები, აი ესეთ გრანდიოზული ეკლესია რო შენდება 1 მეტრი მაინც ხო უნდა იყოს საძირკველი, ხო? ეს საძირკველი როგორ მოთალეს ეს, ად არის ის? თქვენ თვითონ მოძებნეთ რა. ან ცაისში რო საისინი გონიათ, თქვენ თვითონ მოძებნეთ ზუგდიდელებმა იქ მე-7, მე-6, მე-5 საუკუნეში აშენებული ბერძნული კათედრა. ერთადერთგან არის მთელ დასავლეთ საქართველოში. ისიც უსახელო. რა ქვია, იცით სახელი? აი ვაშლივა და ვაშნარი ქვია რა. ვაშნარი ქვია, ანუ ალბათ ვაშლოვანი რა, გურულ დიალექტზე, ჩემი აზრით, სხვა რა უნდა იყოს ვაშნარი. და იქ არის ტიპიური ბიზანტიური კათედრა. იუსტინიანე ცოტა ხანი შემოიჭრა აქ, 150 წელიწადი იყო, 6 საუკუნე არ ყოფილა და ააშენა აქ და გავიდა. მე ვიცი ვისი, ეგეც ვიცი რა კათედრა იყო მანდა. და აი მოვემზადები უახლოეს ორ გადაცემაში და გეტყვით რა ქვია მაგ კათედრას. და კატეგორიულად გარწმუნებთ, უმორჩილესად გთხოვთ, დამიჯეროთ, რომ როდოპოლისის კათედრა იყო არა ვარციხეში, არამედ ტრაპიზონის სამხრეთით, აუცილებლად ჩადით, ძალიან გთხოვთ, იქ დიდი მეცნიერი კაცი ცხოვრობს, ისიც დაგიდასტურებთ. იქ არის სოფელი იაზლიკი, ადრე ერქვა ლივერა ბერძნული და მანამდე მე-10 საუკუნემდე ერქვა დოუბერა. აი სადაც სუმელა არის, სუმელადან არის 10 კილომეტრი, სოფელი იაზლიკ. იქ იყო როდოპოლისი. და მან ტრაპიზონიდან რო ესე სამხრეთით წახვალ დაახლოებით ესე უღელტეხილია გადასასვლელი, იქ იყო ზიგანა. იქ არის დღესაც არის ზიგანა სოფელი, ზიგანა მთა, ზიგანა ტბა, ზიგანას უღელტეხილი, ზიგანას ტყეები და ისეთი ცოცხალი ტოპონიმია, რომ ვერ შეძლო თურქეთის სახელმწიფომ გადაეკეთებინა, დარჩა. იქ იყო ზიგანა, რომელიც არის მოხსენდა, რომელიც გონიათ გუდავაში, ოჩამჭირეში. წარმოგიდგენიათ? და ასე შემდეგ, ეხლა თემას გადავუხვიე დიდი ბოდიში. ეხლა ნახეთ ვისაუბროთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე რა. და იმ ადამიანს ეგან რომ მითხრა რომ დრო არის თუ არ არისო დრო. სწორედ ეხლა მაგისი დრო, რომ 50 წლის მერე არ დაგვხვდეს ეს წინააღმდეგობები და ვინმე არ მოვიდეს
არის ესეთი ადამიანი, ცოცხალი ადამიანია, ძალიან განათლებული, სასწაული ნაკითხი, ასე ვთქვათ, განათლებულზე უფრო კარგი სიტყვაა ნაკითხი ამ შემთხვევაში. დოროთე დბარი, რომელიც ამბობს კატეგორიულად, რომ აი ეს ტერიტორია, აი ამ დოკუმენტის და აი ამ ისტორიის წიგნის მიხედვით, აი ამ სწავლების მიხედვით, უნდა ეკუთვნოდეს არა მცხეთას, არამედ უნდა ეკუთვნოდესო კონსტანტინოპოლსო. როგორია? თან ტყუილია, თან არასაჩვენოა, წარმოგიდგენიათ, რა უნდა მაგას საქართველოს ისტორიის წიგნში. ფაზისი იყო არა ბათუმში, არა ფოთში, ფაზისის კათედრა, ბერძნული კათედრა. არამედ ეს იყო გონიოს ადგილას უეჭველი მდინარე ფასისის, იგივე ფასისი, აფსაროსი, აკამფსისი, ბოასი, ხარფასოსი სინონიმებია, ფიშონი, შემდეგი გადაცემისთვის იცით რასაც ნიშნავს. აი ესენი ყველანი სინონიმებია და ეს არის ჭოროხი და ჭოროხის შესასვლელში, შესართავში იყო კიდევ ერთხელ გეუბნებით ფაზისის კათედრა, სადაც არის სოფელი ავგია. აუცილებლად ჩადით სოფელ ავგიაში, ესე შეფენილი არის მთაზე, იქ არის ახალ სოფელი, გონიოდან არის, აი გონიოს ციხიდან, ესე წრფეზე ხაზი რო გაავლოთ ჩრდილო აღმოსავლეთისაკენ, წარმოვიდგინეთ, რომ ნახავთ გრანდიოზულ ეკლესიას, ხალხო, აი ქაშუეთზე დიდ ეკლესიას ნახავთ, რომელიც არის მიწის დონიდან დაახლოებით 1 მეტრი, მეტრნახევარი, აი კედლები რო უკვე იწყებოდა და მერე რო გადაუარა, მერე რო ამოთხრე კედლები ჩანს, საძირკველი კი არა, კედლები ჩანს დაახლოებით 1 მეტრი, 50 სანტიმეტრი, 70 სანტიმეტრი, მე-4 საუკუნეა, სანამ წმინდანინო ჩამობრძანდებოდა, წარმოგიდგენიათ, მანამდელია. სანამ გაქრისტიანდებოდა მირიანის ქვეყანა, მანამდელია, წარმოგიდგენიათ? აი მან ეს იმას ნიშნავს, რომ მანდ იყო ეკლესია. აი მანდ იყო ქალაქი. მან დრო დიდი ქალაქი არ ყოფილიყო, ამხელა ეკლესიას ვინ ააშენებდა? მან დრო დიდი მრევლი არ ყოფილიყო, მან დრო ამხელა ციხესიმაგრეს ვინ ააშენებდა? მან აუცილებლად ყველა თავისუფალი ფული ვისა აქვს, მაგრამ ხუახუამრავს ეგრეთ წოდებული დაძინებული ფული და დაიწყონ არქეოლოგია რა. რეაკიბელასაც ვიპოვით მანდ. უეჭველი, ან იმის საფუძველს. ხვდებით რასაც ვამბობთ. შესაბამისად, აი ეს არის ახლა კიდე ერთი რუკა. ამ რუკას თავიდანვე ჩვენ ამ გადაცემაში ვდებთ მაგალითად წუთნახევარზე ან მეორე წუთზე, სამივეს, აი ამ ჩემს ფორმულასაც, მე ამ რუკასაც და მე აი ამ რუკასაც. შესაბამისად, რომ თქვენ გააჩეროთ, გადაახვიოთ, იხილოთ, შეამოწმოთ და წარმოდგენა შეგექმნათ რა და სხვადასხვა რესურსებშიც მარტივად აღმოაჩენთ რა. ეს არის 4 დღის გზა. ეგრეთ წოდებული. ნახეთ რა ხდება. პერსარმენიის ქალაქ დვინიდან, აი, ერევანთან არის. მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში გამოდის პერსარმენიის ქალაქ დვინიდან გამოდის სპარსეთის ჯარი ხოსროს ხელმძღვანელობით. რათა მსოფლიო ომი ორ უდიდეს სამყაროს შორის. ერთი არის სპარსული სამყარო და მეორე არის ბერძნული სამყარო. ხო იცით? ბიზანტია და ანუ რომაული სამყარო, ეხლა ბერძნული, კარგად გამიგეთ, ამაზე ძალიან ბევრი დავაა, მაგრამ ხვდებით რასაც ვამბობ. იქით კონსტანტინოპოლი დგას და აქეთ სპარსეთი დგას რა. და ეს ორი ქვეყანა, სამყარო ერთმანეთზე ებრძვის ჩვენს მამულში. ჩვენს მიწაზე, წარმოგიდგენიათ, შარო საიდან მოდიხარო. შესაბამისად, ამ ყველას აბსოლუტურად დღეს ნებისმიერ საბჭოთა ისტორიოგრაფს რო კითხოთ, ისინი იტყვიან, რომ აი ამ ჯარმა შემდეგი გზა გამოიარა. რომ აი ამ ერევნიდან წამოვიდა შესაბამისად ესე ჩრდილოეთისკენ, შემოვიდა დღევანდელ ქვემო ქართლში, მერე გაიარა ეს ჩვენი მთავარი გზა, თბილისი გაიარა, მცხეთა გაიარა, თითქოს და გორი, მერე გადავიდა შესაბამისად სურამში და ამ უღელტეხილზე გადავიდა და მერე თითქოს და ეგ არის ფაზისი, რიკოთულა, მერე
ძირულა, მერე ყვირილა და მერე რიონი და აი ამ ხეობით და რიონზე არსებული 120 ხიდით, თითქოს და 120 ხიდით, რომელიც არც ერთის კვალი არ არსებობს, ჩავიდნენ დღევანდელ ციხისძირში, ეგრეთ წოდებულ ლაზიკის პეტრაში და გაიმართა იქ ომი. ხო ხვდებით რის თქმა მინდა. ხო ვითომ არაფერი, კარგად გამიგე, ჯერ ის არის უბედურება, რო აქ გამოიარა ამ კალიასავით ჯარმა რა, ენრაო, ჯერ მარტო სპილუები ყავდათ უთვალავი რა. და მერე ადამიანები და ჭამასმა და ყველაფრის წალეკვა. ხო ხვდებით რის თქმა მინდა და თან ეს აპატარავებს ქვეყანას, კატეგორიულად აპატარავებს ქვეყანას, ხვდებით ვის ხარჯზეც და რომელ ქვეყანას ზრდის რა. რომელ ქვეყანასაც ზრდის, მაგრამ ეგ არ გვანერვიულებს, რომ მაგალითად სიტყვაზე იქ ზრდის. კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩვენ გვინდა რომ ეს თითქოს და ბერძნული კათედრები გადავიტანოთ სამხრეთში, გაცილებით სამხრეთში, რომ ეს ბერძნული კათედრები და კონსტანტინოპოლის იურისდიქცია და ბერძნული კულტურა იყო არა დასავლეთ საქართველოში პირველ 1000 წლეულში, არამედ იყო ტრაპიზონიდან სამხრეთ აღმოსავლეთით ესე განფენილი ვანის ტბამდე. ნოტიციებში წერია იქ მის სახელები, ქალაქების სახელები წერია და იმას ანთავსებენ აქ. ხვდებით, ხო ეს გვამოძრავებს, კარგად გამიგეთ რა. ეს უხსნის დედა ეკლესიას ესეთ ბრალდებას, რომ თითქოს იგი არის პროზელიტური. პროზელიტური ნიშნავს, რომ მე შემოვიჭერი შენ სამრევლო, ანუ ეს ეკლესია შეიჭრა ამ ეკლესიის სამრევლოში, წაართვა იქიდან ხალხი, ტაძარი, ქონება და ასე შემდეგ. ხვდებით ხო? ამას სისხლის სამართალში ქვია ყაჩაღობა. და ადმინისტრაციულ სამართალში ქვია მეზობელის ეზოში რო შეხვალ და სამანს რო გადაწევ, წარმოგიდგენიათ და რო ჩამოვა ის შენი მეზობელი და რო დახვდება მისი დარგული და მისი მამაპაპის დარგული 5 ხე არათავის ეზოში, არამედ შენ ეზოში. აი ესეთი რამე აი ამას აბრალებენ. უმციკლო დედა ეკლესიას. და ეს აი ეგ ბრალდება არიცის წმინდა გიორგი მთაწმინდელმა. მას არ გაუგონია 1054 წელს მას ეს არ გაუგონია. და ესენი ამბობენ რომ აი მაგ დროსო შესაბამისად ახალი წართმეული ქონდაო და ბიზანტიამ ესე წავართვით ჩვენი კათედრები და გაგვიტარა რა. გვაპატია თვალები დახუჭა. რა ეს თვალები დახუჭა? ნახეთ რა უქნეს მესიის מחვილს მეფე გიორგის, ყველაზე ლამაზ, ყველაზე მაგარს, ყველაზე წარმოსადეგს, ყველაზე ძლიერს, ყველაზე მამაც ვაშკაც ქართველ მეფეს 27 თუ 20 ზოგი წყაროთი 25 წლისა, ზოგი წყაროთი 27 წლისა ჩავიდა სამარეში. პატარა ბიჭი. სვეტიცხოვლის ამშენებელი. ერთ-ერთი ამშენებელი ხო იქ ვიღაცამ არა მელქისედეკმა აშენაო და იმან დააფინანსაო რა ქვია. ბასილი კეისარმა დააფინანსაო და მელქისედეკმა ესე იგი ეს არაფერ შუაში არის ხო. ერთმა მომწერა. გამაოგნებელია. შესაბამისად სინამდვილეში პროკოფი აღწერს ამას, ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ იხილოთ პროკოფი ძალიან მოკლედ რა, პროკოფი კესარიელი, თანამედროვე, დიდებული წყარო, ძალიან დიდი დოკუმენტალისტი აღწერს ხოსროს გზას. ამას სტრაბონიც აღწერს პირველ საუკუნეში 4 დღის გზა ქვია და მერე პროკოფიც აღწერს. სინამდვილეში ეს ჯარი არა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდა, არამედ აი ესე წამოვიდა ბატონებო ჩემო და ჯერ დვინში იყო, მერე აქ ამბერდი არის, მერე ანისი გამოიარა, მერე ყარსი, მერე არტანი და აი აქ არის არსიანის ქედი. ეს არის ძალიან გაცილებით უფრო მაღალი ქედი, ვიდრე ლიხის ქედია. წარმოიდგინეთ, მას უღელტეხილები აქვს 2800-ზე, 2900-ზე, 3000 უღელტეხილი გადის. 2 საურმე და 1 საფეხმავლო. 1 წარმოიდგინეთ ესე არტაანიდან ზედა გზა არის, გადადის შავშეთის გავლით და ჩადის სადაც არტანუჯია ართვინთან. ხო მიხვდით რის თქმა მინდა და მეორე აი ესე შესაბამისად
არტაღანიდან უკვე ქვედაგზა არის, იქ არის სოფელი კინძოტამალი, იქ არის კინძის ციხე, იქ არის სოფელი კანდრიდი, იქ არის ეკლესია კანდარეთი, სოფელი კანდის ასე შემდეგ ამას ეხლა ვეგეთყვით, ეხლა ვაგიხსნით და ეს არის გადმოსასვლელი ძალიან და აი აქ გადმოიყვანა ჯარი. პროკოფი წერს რომ 2000 მუშა მუშაობდა, წარმოგიდგენიათ, იქ ესეთი ვიწრობებიო. და ის რომ გაეჭრათ რა 2000 მუშა მუშაობდა, რომ გზა გაეგანიერებინათ. სპილოებით მოდიოდნენ, გრანდიოზული ჯარი მოდიოდა და მე წაგიყვანთ და განახებთ, რომ აი ამ უღელტეხილზე არის ესეთი ჩამოთლილი ანტიკურ ეპოქაში ან აი ზუსტად მაგ პირველ 1000 წლეულში გაფართოებული გზები, ესე ჩამოთლილი ადამიანის მიერ, რომ მე ხიდი გაეკეთებინათ, მთიდან ჩამოსულიყვნენ და ასე შემდეგ. ნამდვილი ამბე და სად იყო ესეთი აუცილებლობა დღევანდელი იმერეთის ტერიტორიაზე და სად იყო ესეთი აუცილებლობა რიონის ხეობაში, ხალხო, ხო ხდებით რის თქმა მინდა. სად იყო იქ ერთ-ერთი ადამიანი რომ მეუბნება რომ რიონის ზედადინებაშიო და ეგრეთ წოდებული ფაზისის ზედადინებაში იყო ხიდებიო და ქუთაისის დაბლა არ იყო. ქუთაისის დაბლა იყო ცივილიზაცია, ეგრე ამბობენ თითქოს და ფოთიდან ქუთაისამდე, ანუ ეგრეთ წოდებული ფასისიდან ეგრეთ წოდებულ აიამდე იყო ცივილიზაცია და იქ უნდა ყოფილიყო გზები, ხიდები და ინფრასტრუქტურა და სადაც არავინ არ ცხოვრობდა, კარგად გამიგე და არავის არ ჭირდებოდა ცხოვრება, დღესაც კი რთულია იქ ცხოვრება ბუნების საჩუქრების მხრივ რიკოთულასა და ძირულას ხეობაში. იქ ვისრათ უნდა ხიდი კარგად გამიგეთ. ეს რუსეთის იმპერიის პროექტია, დღევანდელი რკინიგზა და დღევანდელი გზა და დღევანდელი პროექტია, ხალხო არ არსებობდა და მიჯერეთ მით უმეტეს რომ ჯარს გადაევლო მანდ რა. თორე უნდა იყოს უამრავი ძეგლი, უამრავი ციხესიმაგრე, უამრავი ეკლესია უნდა იყოს, უამრავი კვალი. ზუსტად ისეთი კვალი, როგორიც არის არსიანის ქედზე. შესაბამისად, ჩვენ აქ რო გადავიარეთ აი ეს ორივე უღელტეხილი, ერთი ზემო მხრიდან, მეორე ქვემო მხრიდან, ვნახეთ ამისი უამრავი კვალი, ძეგლები, ციხესიმაგრეები და ასე შემდეგ და აი რომ მოახდინა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ლოკალიზება იქ აქ ნახსენები სკანდას ციხე აქ ნახსენები მიუვალ ადგილებში. ხალხო წარმოიდგინეთ, სადაც საქონელი ვერადიოდა, ცხენი ვერადიოდა, ხარი ვერადიოდა, ურემი ვერადიოდა, წარმოიდგინეთ, რომ აეტანათ მეციხოვნეებისთვის საკვები. და აუცილებელი იყო, რომ ადამიანს ზურგით უნდა აეტანა და მართლაც აქ არის ესეთი ადგილები და ეს არის აუცილებლად იხილეთ, ეს არის კინძის ციხე. აი მიუვალ ადგილას, გახრიოკებულ ადგილას, სადაც არაფერი არ მოდის, წერია იქ რომ მარცვლეული არ მოდიოდა, ხილი არ მოდიოდა და ეს არის ხრიოკი, ალპური ზონაა, წარმოგვიდგენია და იქ არის გრანდიოზული, აი ამ სოფელი არის კინძოდამალი, დღეს ბაგდაშენი ქვია, არსიანის ქედზეა და იქ არის შუა საუკუნეების ციხეც, კინძის ციხე ქვია. კინძი, კანდრიდი, კინძოდამალი, კანდარეთი, ნახეთ როგორ გავს სიტყვას სკანდა. და იქ არის ასევე ალბათ 30 საუკუნის წინანდელი მეგალითური ციხესიმაგრე, გრანდიოზული, აი ამ მაგიდისტოლი ლოდებით აგებული და აგეს სად იყო სკანდა და არა თერჯოლასთან, სადაც ადამიანები მანქანით ადიან, ციხესიმაგრესთან მიდიან მანქანით. ჟიგულით, რომ იქ ნადიმი გადაიხადონ, გაახაროთ ღმერთმა, დიდებულია, ნადიმს რაჯობია ეგეთი ძეგლ ადგილას. შესაბამისად, ყველაფერი მოდის, პრაქტიკულად სუბტროპიკული ზონაა, თერჯოლა, წარმოგიდგენია და არა აქ იყო. და ეხლა მეორე, იქ სარაპანა ახსენებს, ეს სარაპანას ახსენებს პროკოფი კესარიელი, რომ სარაპანაო არისო შორაპანიო. და ამ დროს წერია, რომ იქამდე იყო სანაოსნო ფაზისი. და წინა გადაცემაში რომ ვახსენე, რომ პლინიუსის მიხედვით ეს არის სოფელი სირია, სოფელი ზეიტინლიკი, სადაც შეედინება იმერხევი ჭოროხში. ზუსტად იმ ადგილამდე, სადაც იყო სანაოსნო, უეჭველი სანაოსნო, აი ამ ეპოქაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ვეიდენბაუმი, თედო სახოკია, გიორგი ყაზბეგი, ცოცხალი ადამიანი და დღევანდელი ავტორი როინ მალაყმაძე, დიმიტრი
ბაქრაძე, უამრავი ადამიანი აღწერს, რომ 200 გემი და ნავი მოძრაობდა, წარმოგიდგენიათ, ართვინიდან ბათუმამდე და პირიქით აღმა. ზუსტად აი აქ იყო, აქ უნდა ყოფილიყო და აი იქ რო არის სიტყვა ის რომ სურიუმს ახსენებს და დღეს რო სოფელს ქვია სირია. სტრაბონის მიხედვით არის სარაპანა. იმისი რა ქვია პროკოფი კესარიელის მიხედვით არის სარაპანა. ხო ხდებით რის თქმა მინდა და ეს არის არტანუჯის ციხე, სადაც არტანუჯია, სადაც კლარჯეთის ციხეა, აუღებელი ციხესიმაგრე, სადაც შატბერდია, ესეთი წარმოიდგინეთ კუთხეა და ამაღლებული ადგილია და ციხეები იყო რა. ეს აუცილებლად აი აქ გადმოვიდა. ეს არის ის გზა, სადაც გადმოიარა და მერე უკვე აი ზუსტად ეს 120 ხიდი ყველამ თქვენი თვალით იხილეთ რა. ყველამ თქვენი თვალით იხილეთ ადრე შუა საუკუნეების გადარჩენილი ხიდები, მათი საფუძვლები, მათი ნაშთები, მათი ძირები. ხო შეიძლება ვიღაცამ ერთი პატარა ქვა მოატეხოს და შემავსებელი იქ დუღაბი ჩამოიტანოს და ჩაატაროს ცდა, რომელი საუკუნის ხიდია და როდინდელი ადგილი ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ძალიან მარტივია ამისი გაკეთება შესაბამისად და აი სწორედ იქ არის ეს 120 ხიდი დღევანდელი გონიოდან როგორც 120 იქნება უპრობლემო დღევანდელი გონიოდან იუსუფელამდე იქნებოდა და დღეს ჩვენ რო დავიწყეთ თვლა ძველი ხიდებიც რო დავითვალეთ და ახალი ხიდებიც რო დავითვალეთ მდინარე ჭოროხის აუზში 300 ხიდი დავითვალეთ წარმოგიდგენიათ 300 ხიდი შესაბამისად აი ეს არის ეს გზა და ეხლა ხვდებით ამას რატო გეუბნებით რომ აი ამ ყველაფერმა 300 კილომეტრით, ხო, 200 კილომეტრით დაბლა ჩამოინაცვლა, ხო მიხვდით რის თქმა მინდა და ჩვენ გავზარდეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. ობიექტურად გავზარდეთ ხალხო. როგორ შეიძლება მისი დაპატარავება? იმ თემას რო თავი დავანებოთ, რომ დედა ეკლესიას შესაბამისად ობიექტური, რეალური, ნამდვილი იურისდიქციის საზღვრები დავუდგინოთ. აი ეს არის პროკოფი კესარიელის მიხედვით შედგენილი რუკა და კიდევ ერთხელ გეუბნებით მაგალითისათვის ადამიანი რომ ბენგალიიდან წამოსულიყო და პორტუგალიაში ჩასულიყო ეს უნდა გამოევლო ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზა ეს იყო სახელმწიფო სალაროს შემავსებელი გზა ეხლა ყველას გონიათ რო არის ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით ნახეთ აი მდინარე კირის ანუ მტკვრის კალაპოტში შემოდიოდნენ გემები და მერე გადადიოდნენ ფაზისის კალაპოტში საწყლოსნო გზები იყო დიდებული ყველანაირად რა ვიდრე ეჯაყ-ჯაყა ეხლა მაშინდელ გზებზე ურმებს თუ ქარავნებს თუ ცხოველებს ასე შემდეგ და ამ ყველაზე კარგი გნებავთ დღესაც კი ყველაზე კარგი სატრანსპორტო საშუალება ზღვა არის ხო მოგეხსენებათ მარტივი ადვილი და ასე შემდეგ ან რკინი გზა ხო და გამომდინარე აქედან ახლა ზოგს გონია ახლა რომ აი ეს ხალხი მაგალითად მოგზაურები ესე შემოდიოდნენ მტკვარში ამოდიოდნენ ხაშურამდე სიტყვაზე და მე ესე ხაშურიდან უკვე მშრალი გზით ეს ურმები ზურგით ცხენებით ხარებით, ახლემებით, სპილუებით გადმოდიოდნენ დღევანდელ უღელტეხილზე, რიკოთზე და ჩადიოდნენ მერე ძირულას ხეობაში და მიდიოდნენ უკვე უბისასა და შორაპნისა და აი ამ ყვირილის ხეობის გავლით და ჩადიოდნენ და მერე თითქოს და არსებობდა მდინარე რიონის გვერდით გასწვრივ ახლოს გზა, რომელსაც გადიოდნენ ესენი და არიძირებოდნენ ხიდები იძირება დღეს და ასე შემდეგ და აი თითქოს ამით მიდიოდნენ გინდა მოგზაურები და გინდა ჯარი აი ესე წავიდა ხოსრო 4 დღის გზა არის ზუსტად 4 დღის გზა ცხენით უდრის ერთ დღეში 200 სტადიონს დაახლოებით და რაც 36-37 კილომეტრია და ფეხით
უდრის 15-16 კილომეტრს ერთი დღის გზა. ზუსტად იგივე მანძილი. აი ზუსტად იგივე აუცილებლად იხილეთ არსიანის ქედი და იქაური სამშობლო, იქაური ქვეყანა. მე მინდა ისე მაინც ლამაზ ისტორიულ მოვლენაზე დავამთავრო ეს ამბავი, რომ იქაური არის ეზრა ანჩელი და საბა მტბევარი, რომლებმაც აი რო წამოვიდა იქიდან ბიზანტიური ჯარი და ყველა რო გამოიხიზნა ჩრდილოეთით ამეებმა, აი სადაც ჩავშეთია, აი სადაც ართვინია, იქ არის ანჩა და იქ არის ტბეთი. და მათ თქვეს რომ ჩვენო არ დავთმობთ აქაურობასო და მეუფეებმა, ანუ ეპისკოპოსებმა ხმლები აიღეს, წარმოგიდგენია და ეკვეთნენ და დაამარცხეს და უკუგანდევნეს და ეს ადგილები, სადაც აი ახლა რასაც მე გეუბნებით, არსიანის ქედი ბასილი ბულგართ მუმუსრელმა, რომელიც ქართველთ მუმუსრელიც არის სამწუხაროდ, მე-11 საუკუნის დასაწყისში ეს ადგილები და ეს ანუ ზემო არსიანი და ზედა მხარე ამ ტავუკლარჯეთისა ვერ აიღო. ღმერთმა აცხონოს ეს უდიდესი ადამიანები, ეს ჩვენი ერის გმირები და უამრავი უსახელო უფლისციხელი. სიყვარულით გემშვიდობებით, მოხარული ვარ თქვენთან მეგობრობით, ველი თქვენ კითხვებს თანადგომასაც ველი ცხადია და 1000 მადლობას მოგახსენებთ თქვენი ერთგული მეგობარი ნუგზარ ვანიშვილი, მოკითხვას გადმოგცემთ მიტროპოლიტიან ანია ჯაფარიძესაგან ყველა დაინტერესებულ მოკეთე ეროვნულ მწიგნობარ მსმენელს და ქართველს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.